რა კავშირი აქვს კოსმოსურ სადგურს, რუსეთის მთავრობის პრავფონდს, რუსეთის პრეზიდენტობის მსურველ ტრანსგენდერ კანდიდატსა და ლალი მოროშკინას მალე გაიგებთ. ახლა ნამდვილად უნიკალური მომენტია, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება მოქმედ ადეკვატურ მთავრობასთან. ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ არის რეალისტური პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტი რუსულად საუბრობს, ამიტომ გონივრულია რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება. ევროკავშირი და ნატო ჩვენ შემთხვევაში მიუღებელია. ჩვენი ამოცანები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან არის დაკავშირებული. ყველაზე ცნობილი რუსული დასახლებებია: გრიგოლეთი, შეკვეთილი, ურეკი, მალთაყვა და ფოთი.